ვისაც გეგონათ რომ წავედი, თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს, რადგან მე ვემზადები ჩემი შემდეგი ბრძოლისთვის, რომელიც შედგება 29 მარტს გამას წესებით, სადაც შევხვდები ირაკლი ფიფიას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს მოვდივარ Warriors-ში, გუნდში სადაც გახსნის დღიდან ვარ და ბიჭებთან ერთად ვარჯიშობ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს გვაქვს ფიზიკური ვარჯიში, რომელსაც ჩაგვიტარებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი უსაყვარლესი მწვრთნელი ბატონი დავით გაგიშვილი და ნახოთ როგორ ჩაივლეს დღევანდელი ვარჯიში. და წელი გამიგოს გუნდია თქვენ დაუგიკურო. ან შეგარწმუნდა და გამორთულ ან მოიგო გახალებული. ვაგზარა. არ ვცემო. არ დაიგალო. ეს საერთო ფიზიკური მომზადების დღე იყო, შაბათი დღე. ესე გვაქვს ჩასული რა. შაბათი ტექნიკაზე მუშაობს, შაბათს ფიზიკურად ვარჯიშობს. გიორგი ქიმაძეს ვეხმარებით, რაც შეგვიძლია მაქსიმალურს ვაკეთებთ. ძალიან კარგად დაიწყო მზადება. ადამიანს 4-5 წელიწადი ვცნობდა. ძალიან კარგი სპორტსმენია, ძალიან სერიოზული სპორტსმენია და მინდა რომ მაღალ მწვერვალებზე წავიდეს და არ გაჩერდეს და ამ სიტუაციაში ვალდებული ვარ და ვალდებულები ვართ რომ დავეხმაროთ და გვერდში დაუდგეთ, რაც შეგვიძლია და დღეს ძალიან კარგად ივარჩა, რავი 10 იარაღზე ივარჩა, 10 რაღაც ის იყო, დავალებები იყო, 10 წელი გააკეთა ძალიან კარგად. მას სიამოვნებდა და ბედნიერი ვარ, რომ ესეთი კარგი სპორტსმენი და პატრიოტული ბიჭი ჩვენ გვერდშია და გვაუსწრებს ყველანაირად, რაც საჭიროა, რა ვიცი. დასრულდა დღევანდელი დღე, ყველა კარგად ნახავდით თუ როგორი რთული და ნაყოფიერი დღე გქონდა დღეს, თუმცა ჩვენთან დარბაზში 4 შაბათი დღე ყოველთვის ესეთი რთულია, რადგან დავითის ვარჯიშები არასდროს არ არის მარტივი. რაც შეეხება ეხლა ყველაზე რთული გზა ისევ წინ მაქვს ჯერჯერობით წონის კლება, მე უკვე 13 კილოგრამი დავიკელი, მაგრამ 9 კილო მაქვს ისევ დარჩენილი, თუმცა წონის კლება იდეალურად მიდის და ჯერ დაბალ ტემპში ვაგრძელებ წონის კლებას და ბორო კვირას უფრო დიდი ძალებით შევუტევ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მარტივად დავიკლებ ამ 9 კილოსაც. რაც შეეხება უშუალოდ ივენტს 29-ში არ გამოტოვოთ ეს ძალიან მაგარი ივენტი, რადგან ძალიან მაგარი ბრძოლები იქნება და გვპირდებით, რომ ამ ბრძოლისთვის ძალიან მაგარ ფორმაში ვარ და დავბრუნდები ისე, როგორც მეკადრება. მოკლედ უკვე რამდენიმე თვეა ჩვენ გავდივართ აქტიურ მომზადებას, შევდივართ ოპტიმალურ ფორმაში. სულ ცოტა დრო დარჩა, გავამახვილეთ ყურადღება როგორც ტექნიკაზე, ასევე ფიზ მომზადებაზე, ვიმუშავეთ გამძლეობაზე, თეთრებადობაზე, დარტყმის ძალის გაძლიერებაზე. წყვილებში მუშაობდით ძალიან ბევრ ინტენსიურად, სხვადასხვა წონებთან, პატარა წონებთან. რეაქციაზე ვამახვილებდით ყურადღებას, შედარებით უფრო მძიმე წონებთან ყურადღება გავამახვილეთ დარტყმის ძალის სიძლიერეზე, ამტანობაზე და ასე შემდეგ. მოკლედ ბრძოლის დღე გვაჩვენებს რა შეიძლებოდა ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გავაკეთეთ, მოვემზადეთ, უფრო მეტი რა თქმა უნდა შეიძლება და უკეთესი არ დაილევა, მაგრამ ამ დროისთვის ჩვენ მზად ვართ, ეს იქნება გამაში მისი პირველი ბრძოლა. შემდგომ უკვე მომავალი გვაჩვენებს. მიზანი არის ხამრის მოტყუება, მოკლედ. ბრძოლამდე სულ მცირე დრო რჩება, მზადების პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა თითქმის. ძირითად აქცენტს ფიზიკაზე ვაკეთებ, ტექნიკაც თავისთავად. რაც შეეხება ჩემ მოწინააღმდეგეს, მისი სუსტი მხარე ჩემი აზრით ფიზიკაა. რაც აკლია ფიზიკურობა და მასთან შედარებით ფიზიკურად ბევრად ძლიერი ვარ და ეს უპირატესობას მაძლევს. ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება არც ტექნიკა მაკლია, მაგრამ ვიტყვი რომ ჩემზე გამოცდილია ტექნიკური თვალსაზრისით, მაგრამ ნახოთ ფიზიკის და ტექნიკის დაპირისპირება რა შედეგს გამოიღებს. როგორც აღვნიშნე, მე დიდი ხანია
არ მიბრძოლია რა თითქმის 8-9 წელია მაგრამ მოტივირებული ვარ მაქსიმალურად სპარინგებით სპარინგობ ძალიან ბევრს ხა ჩემი სპარინგ პარტნიორი ამ მომენტში აღარ არის ქვეყანაში დანიელ გიტინოვი გეცოდინებათ ალბათ გამაში ორი ბრძოლა აქვს ნაჩხუბარი ორივე მოგებული და მაქსიმალურად ვიმეტებ სპარინგის დროს ერთმანეთს ანუ სპარინგობთ ისე როგორც ან მიახლოებით ბრძოლაში და ეს სპარინგები განვითარებაში დამეხმარა ძალიან გამძლეობა მომცა და კიდე დარწმუნებული ვარ ჩემი წყლის სიმაგრეში ეს კიდე ერთ-ერთი პლუსი მაქვს ამტანი ყბა გამიხდა ძალიან და კიდევ ერთი ბოლო ერთ წელიწადში განვითარდი ანუ რაც ვიყავი ადრე იმაზე 20 ჯერ მეტი ვარ ამ ბოლო ერთ წელიწადში ჩემი განვითარების პიკია ესე იგი ზოგადად ყველას გონია რომ მომზადების პროცესი ვარჯიში ძალიან რთულია ბრძოლის წინ მაგრამ ჩემთვის და ზოგადად ალბათ ყველა მებრძოლისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა წონის კლებაა სწორი კვება ამ დროს ეხლა ბოსტნეულს მივირთმევ ვარჯიშის შემდეგ კიდევ მიწევს დაახლოებით 9 კილოგრამის დაკლება დრო საკმაოდ ბევრი მაქვს ჯერ ძალიანაც ავწვალობ თუმცა ბოლო დღეები მომიწევს კიდევ ცოტა გაწამება მაგრამ უკვე იმდენი ხანია რომ სტაბილურად ესე ვიკვებები რომ აღარ მიჭირს ეს წონის კლების პროცესი და იდეალურად მიმდინარეობს ჩემი წონის კლება ძალიან რთული პროცესია ეს სწორი კვება თან ამდენი ხანი ესე სისტემატიურად თუმცა წონის კლების გარეშე და სწორი კვების გარეშე არ გამოდის ბრძოლამდე სწორად მისვლა თუმცა მიუხედავად ამისა მე უკვე წარმომიდგენია ჩემი ბრძოლის შემდეგი გამარჯვება ბრძოლის შემდეგი ჩემი ემოციები ჩემ საყვარელ ხალხთან ერთად ჩემ გუნდთან ერთად ამიტომ ეს ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი პროცესია რაც შეეხება ჩემ წონას ამ ბრძოლის შემდეგ არ ვაპირებ ისევ წონის შეცვლას და გაზრდას მე სტაბილურად ვაპირებ რამდენიმე ბრძოლის ჩატარებას 93 კილოგრამ წონით კატეგორიაში შემდგომ კი რამდენიმე ბრძოლის შემდეგ აუცილებლად ვაპირებ რომ დავბრუნდე 84-ში და ავიღო ჩემი კუთვნილი ქამარი რაც შეეხება ჩემი წონის ჩაბარების შემდეგ აღდგენის პროცესს მე ყოველთვის სწორად ვუდგები აღდგენას წონის აღდგენას კლების შემდეგ და რა თქმა უნდა როგორც პროფესიონალი ვიწყებ სითხეებით აღდგენას შემდეგ ვიკეთებ რამდენიმე გადასხმას და დღის განმავლობაში რამდენჯერმე ცოტა გემრიელად ვჭამ ამასთან შედარებით ამიტომ წონის კლება სწორი კვების გარეშე არ გამოდის გამოში მე ყველამ გამიცნო როგორც მუშტიკრივის მებრძოლი მაგრამ შეგახსენებთ რომ მე არ ვარ მუშტიკივის მებრძოლი, მე ვარ კიკბოქსერი, ბავშვობიდან 5 წლიდან ამ სპორტში ვიყავი და ეხლაც კიკბოქსინგში აქტიურად ვარ ჩართული, გამასთან ერთად რა თქმა უნდა და ეს არის, რასაც ხედავთ, ჩემი ამდენწლიანი შრომის შედეგი. აქ მაქვს ბევრი დასამახსოვრებელი გამარჯვება, რომელიც ეხლაც მახსოვს და ერთ-ერთი მათგანი იყო თეირანში, რომელიც ეს медаლი თეირანში 12-კაციანი ტურნირი იყო, სადაც გავიმარჯვე ძალიან რთული ბრძოლების ხარჯზე და დავეუფლე ამ медаლს. კიდევ არის რამდენიმე, ვიყავი ერთ-ერთი საქართველოში ტარდებოდა VJF იყო ესეთი ძალიან კარგი ორგანიზაცია, სადაც 6 ჯერ ვიყავი ამ ორგანიზაციის ჩემპიონი, შემდეგ ორჯერ ეს კამარი დავიცავი, მანამდე რამდენიმე თასი მოვიგე მაგ ორგანიზაციაში, თუმცა ეს იყო ჩემი პირველი ტიტული, რომელიც 17 წლის ასაკში პირველად პროფესიონალურ ბრძოლაში ავიღე. მოიტაის წესებით იყო ეს ბრძოლა საქართველოში ჩატარდა და ამ ბრძოლამ მომცა უფრო დიდი სტიმული და მეტი мотиваცია იმისთვის, რომ გამეგრძელებინა უკვე პროფესიონალებში ასპარეზობა და შემდეგ ბევრი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ბრძოლა ჩავატარე. ეხლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ჩემი ამ კამრების სიას შეემატოს გამას ძალიან მაგარი ჩემპიონის კამარი, რომელსაც აუცილებლად ავიღებ და არა მარტო ერთ წონაში, მე მინდა რომ 93-ში და 84-ში ორივე წონის კამარი ჩემი იყოს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ყველა დაინახავთ ჩემ შრომას თუ რამდენად შევიცვალე და რამდენად სხვა მებრძოლი ვიქნები ჩემ შემდეგ ბრძოლებში. ესე რომ ყველას გვირდებით რომ ძალიან მალე შემდეგ შეიძლება გავიდეს რამდენიმე თვე, მაგრამ აუცილებლად იხილავთ ჩემ ამ ლამაზ კამრებთან ერთად გამას ჩემპიონის კამარსაც.
ყვება მნიშვნელოვანი ელემენტია სპორტსმენისთვის და იმის გათვალისწინებით რომ არც თუ ისე ბევრი მაქვს წონა დასაკლები ახლობით 4 კილომდე მაინც ვცდილობ ხოლმე რომ სუბუქად ვიყვებო რა აი ესეთი მსგავსი რაღაცეებით შრის ფანტელი ზოგადად ცხიმოვან კვებას ვერ იდები რა როდესაც აქტიურად ვიყავი სპორტში წლების წინ 93 კილო იყო ჩემი წონა და ჩავდგები 93 კილოში და გავაგრძელებ ასპარეზობას ამ წონაში რა იმიტომ რომ ეს არის ჩემი საბრძოლო და სპორტული წონა თავის დროზე საკმაოდ გამოცდილება მქონდა ეხლა იმის გათვალისწინებით რომ დიდი ხანი არ მიბრძოლია რაღაც დონეზე ბრძოლა მჭირდება რომ ეს გამოცდილება ახლიდან ავითვისო მაგრამ ის ძველი გამოცდილება რაც თავის დროზე დავაგროვე გონებაში ეს არ იშლება არსად ესე დისციპლინით რეჟიმის დაცვით კვების ხელშეწყობით მივდივარ ბრძოლამდე და საკუთარი თავის იმედი მაქვს და ვიცი რომ შედეგს გამოიღებს დანარჩენი წარმატებას უსურვებ ყველა მებრძოლს ჩემ მოწინააღმდეგესაც მათ შორის და საკუთარ თავსაც იდაბზე ჩავდივარ უხლი არ დავდოთ თავისუფლად ძლიერად ნუთხავ არა გარდა იმისა, რომ ვიბრძვი, ასევე ვავარჯიშებ როგორც პერსონალურად, ასევე ჯგუფებს. მყავს როგორც დიდების ჯგუფები, ასევე პატარების ჯგუფები. განსაკუთრებით მიყვარს პატარებისთვის ვარჯიშის ჩატარება, რადგან მეც 5 წლის ასაკიდან დავიწყე ვარჯიში და ვიცი თუ როგორი საპასუხისმგებლოა ეს. თუმცა მიუხედავად ამისა, ასევე არის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო, რადგან მეც მათთან ერთად გავდივარ პირველ ნაბიჯებს. დაიღალე უბრალოდ გაცემული იყო მაგრამ ეხლა მე დავასრულე ვარჯიში პატარებთან და მოვიდა ჩემი მეორე ვარჯიშის დრო და ისევ შევუდგები წონის კლებას. სალამი